როცა ერთი და იგივე ტყუილით რამდენჯერმე გატყუებენ, მანდ უკვე ღირსების საკითხია. ეგ ყველაფერი დაიყვანეთ ადამიანურ ურთიერთობამდე, ხალხო. წარმოიდგინეთ, მოვიდა ვიღაც ადამიანი, რაღაცაზე შეთანხმდი მასთან, შენი პირობა შეასრულე, იმან გადაგაგდო. იმ ადამიანის მიმართ რა დამოკიდებულება გექნება? მე რო შეგხვდება, რას ეტყვი? აი მეორეჯერაც მოგატყუა. და აი ეს სულ გატყუებს. აი გზაში რო შეგხვდეს, მე იმ ადამიანს რას ეტყვი? რაღაცაში რო შეთანხმდით, ხელი ჩაარტყით და შენი პირობა შეასრულე, იმან მოგატყუა. მე მახსოვს წინა არჩევნებზე, კონკრეტულ უბნებში, სადაც გზა არ არის, მივიდნენ გზის დაპირებით. ეგ გზა მაშინდელი დაპირებით ახლა უკვე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ გაზაფხულიდან უნდა დაეწყოთ. ამ წლის გაზაფხულზეა ლაპარაკი. გაზაფხული გავიდა, ზაფხული გავიდა და შემოდგომის პირველი თვე იწურება. ჩამიჩუმი არ არის. არათუ არ დაიწყეს, საერთოდ არ ახსენებენ მაგას. ანუ გასაგებია რომ მოგატყუეს. ეხა ის რო კიდე მოვა, ის მატყუარა და კიდე რო გეტყვის რომ აი ეხა დამიჭირე მხარი. ბიჭო, რისი ღირსიც არის ის არ უთხრა, მაგრამ აი მინიმუმ ხომ უნდა უთხრა რომ მატყუარა ხარ, უბრალოდ მატყუებ რა. მაგის თქმის უკვე უფლება კი არა, ვალდებულება გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ხარ შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ეს მოდის და გაბორებს, კაცო. და შვიდად წყნარად უნდა უთხრა რომ მაშინ რომ მითხარი, ის არ გააკეთე, გადამაგდე, მომატყუე. ეხა რომ მოდიხარ, ანამუსით მოდიხარ, კაცო.